ოპოზიციაში კრიზისი მწვავდება. განხეთქილება უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს. ისმის ურთიერთბრალდებები. მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის გამო ლელოსა და გახარიას პარტიას უპრინციპოს უწოდებენ კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვა დანაყოფები. სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალის სახელით იგივე პოზიციას აფიქსირებს და ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სპეცოპერაციაში წესების შეცვლა იქნება სრულად მიუღებელი. ჩვენ ვამბობდით, რომ ლელო და გახარია, ხაზარაძე და გახარია მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ხო უარყოფდნენ ამ ყველაფერს. ხო აღმოჩნდა, რომ ატყუებდნენ თავის სამომრჩევლებს, თუმცა თავიდანვე კაი არ თქვეს. ჩვენ რო თქვით, რომ ვიცით ამის შესახებ და რეგიონში უკვე ოფისები გაამაგრეს და იწყებენ რაღაც მუშაობას, ამას ხო უარყოფდნენ. ხო აღმოჩნდა, რომ ატყუებდნენ აი აქაც. ნუ იყვნენ აი ეს რაც თაღლითობა, რაც ისედაც არის ამ პარტიების გენეტიკურ კოდში ჩადებული. ასევე ყველა ზუსტად ასე დავაგდება და მიიღებს მონაწილეობას. კატასტროფულ ზღვარზეა მისული ზოგადად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გულისცემა რადიკალურ ოპოზიციაში. ერთი მხრივ არიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც რაღაც მობილურით და ინტერნეტით აანონსებენ არჩევნების ჩატარებას, რაც რა თქმა უნდა სატირო-იუმორისტული ჟანრის თემატიკაა და ის სერიოზულად განხილვას ბუნებრივია არ ექვემდებარება. არის მეორე მიმართულება, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ იმ კოლაფსს, რასაც საკუთარი თავი თვითონვე და მათ პატრონების დავალებების შესრულებამ ეს კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური პარტიების შეიყვანა. ნაცმოძრაობაში და მის ფილიალებში ყოველთვის იყო დაპირისპირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ერთ საკითხს ვერ მოიყვანს ვერავინ, როდესაც ვთქვათ ნაცმოძრაობის ყველა ფილიალი შეთანხმდა თუნდაც განცხადებასთან დაკავშირებით, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, მაგალითად გირა უნდა გადაეხადათ თუ არ უნდა გადაეხადათ. ეს ხალხი არასერიოზულად უყურებს არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ თავიანთ თავს და თავიანთ ამორჩეველსაც კი, ვინც ხმა მისცა 20-24-ის შემოდგომაზე. წარმოიდგინეთ, თვითონ ამბობდნენ, რომ ჯამში ჩვენ ავიღეთ 800.000 ხმაო ჯამში 4-ვე გადალახულმა პარტიამ. და ამ დროს ეს 100,000-ობით ადამიანი გადააგდეს. და თქვენს რომ არა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ. და ეხლა ეუბნებიან რეგიონებში თავისივე ამორჩევლებს, რომ არა თუ პარლამენტში არ გეყოლებათო თქვენი არჩეულებიო.